მთავარი თემა რის გამოც ასე ვთქვათ მოგიწვიეთ რა ხლავთ ის რომ ხვალ დილას მიმართავთ უკვე სასამართლოს მზიან ამაღლობელთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების გაუქმების პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. მე აღნიშნე რომ ჩვენი მოთხოვნა ეყრდნობა საქმის მასალებს და იმ ახალ გარემოებებს რაც გვაქვს ხელთ იქით მიმართავთ სასამართლოს. ანუ ეს არის ჩვენი საპროცესო უფლება ნებისმიერ ეტაპზე მიმართოთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ან შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით, მაგრამ ჩვენ მიმართავთ გაუქმების მოთხოვნით. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარემოებას, რომ მზიას პატიმრობის რევიზიის უფლებაც არ მისცეს მას თავის დროზე, როდესაც აპელაციით გაასაჩივრა დაცვის მხარემ დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლომ და მისი პატიმრობის გადახედვად და რევიზიაც არ მომხდარა. ჩვენ ახლა ვიყენებთ ჩვენ საპროცესო უფლებას მივმართოთ სასამართლოს ახალი გარემოებებით და რა არის ეს ახალი გარემოებები, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ამას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი პატიმრობა ოდესმე დასაბუთებული იყო, იმიტომ ვახსენე მე, რომ ეს არის ბარბაროსულად დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიება, ეს სიტყვა იმიტომ გამოვიყენე. ამ ზომის დაუსაბუთებელი ის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ვიოპერიროთ მოქმედი საპროცესო ნორმების ჩარჩოების ფარგლებში და ამიტომ ვიყენებთ იმ საშუალებებს, რაც პროცესით გაგვაჩნია. მზიას პატიმრობა ეფუძნებოდა ორ გარემოებას. ეს გახლდათ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლო მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს ასაბუთებდა აი ასეთი ძალიან ზოგადი აბსტრაქტული ფრაზებით და ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა პროკურატურას, რომ იმ ეტაპზე გამოძიებას შესაძლოა დასჭირდებოდა დემონსტრანტების, მომიტინგეების გამოკითხვა არაერთი პირის და რომ შესაძლოა რომელიმე მათგანს რაიმე კავშირი ჰქონოდა მზია ამაღლობელთან და ასე შემდეგ და რომ შესაძლოა ყოფილიყო ასეთ მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. ეხლა რა მოცემულობა გვაქვს დღეს? ჩვენ ჩავიბარეთ საქმის მასალები 31-ში და შემდეგაც ვთქვათ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით რა მტკიცებულებები დევს, მოდით ვნახოთ ამ საქმეში რაზე დგას მზია ამაღლობელის ბრალდება და პატიმრობა ამ წუთას. ბრალდების აი მანიპულირებაზე შემდეგ გესაუბრებით. ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ 6 პოლიცielis დაზარალებული ჩვენება და 6 პოლიცielis ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები და მეტნაკლებად ვთქვათ მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ კიდე ბრალდება მიმართა თავისთავად ცხადია აჭარის ტელევიზიიდან ვიდეო მასალის გამოთხოვაზე და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ მასალები როდესაც ჩავიბარეთ, ესაც კი არ ჰქონდათ მიღებული, ანუ ვიდეო მასალა აჭარის ტელევიზიიდან იმდენად არ ჩქარობს გამოძიება. ანუ რისი თქმა მინდა, მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდებამ ეს მოთხოვნა მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და ამ 4 პოლიციელისთვის ეკითხა სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო. აი ეს გახლავთ მთელი ბრალდება. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ, თუმცა ამაზე სასამართლოზე ვისაუბრებთ. ეს 4 პოლიცielis ჩვენება ცხადია copy-paste-ით არის გადაწანილი ერთმანეთისგან. სხვაობა მათ ჩვენებებს შორის არის მხოლოდ რა? ზოგიერთი პოლიცielis ჩვენებაში არის, რომ ბატონ დგებუაძეს გაწითლებული ჰქონდა ლოყა, ტირე, ყურის არე, ამ ფრაზით არის. რამოდენიმე პოლიცielis ჩვენებაში არის, რომ მას გაწითლებული ჰქონდა ლოყის და ყურის არე. აი ეს სხვაობა მხოლოდ მათ ჩვენებებში. რატომ ვუსმევ ამას ხას, ამას შემდეგ დავუბრუნდები და ეხლა ამ ჩვენებების სამართლებრივი ღირებულების განხილვაში არ შევდივარ. მე მინდა დაგანახოთ ის გარემოებები, რითიც შუამდგომლობ და რის საფუძველზეც სასამართლო ვალდებულია გააუქმოს უკანონოდ გამოყენებული პატიმრობა. ანუ დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა. ბრალდების მტკიცებულებები არის ეს, რაც არის
ბრალდებას არც უცდია, არც გამოუკითხავს რომელიმე სხვა მოწმე მანიფესტანტი, რითიც ასაბუთებდა აღკვეცის შუამდგომლობას, არც ერთი ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არც უცდია, არც გამოუკითხავს და მათ ინტერესში არ შედის, მთელი ბრალდება დგას აი ამ 6 პოლიციელის ჩვენებაზე. ანუ ბრალდებას აქვს დაზარალებული ჩვენება, აქვს მათთვის საკმარული რისი, როგორც თვითონ მიიჩნევს 6 პოლიციელის ჩვენება. ჩვენ შუამდგომლობასთან ერთად წარვუდგენთ ახლა სასამართლოს თავად მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში. ამიტომ სასამართლომ ამ ეტაპზე უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ასაბუთოს, რითია დასაბუთებული აი ის ფაქტორი, მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება, როგორ არის დასაბუთებული ამ ეტაპზე და რატომ არის საჭირო, რომ მხოლოდ პატიმრობაში იყოს მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ სადღაც არ ვიცი რომელი მოწმე არსებობს რომელ გალაქტიკაში, რომლის დაკითხვა შეიძლება უნდოდეს ბრალდებას ამ ეტაპზე. ამიტომ ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია, დაკითხულია ყველა. გარდა ამისა, რომ დაკითხულია ყველა, ამ საქმეში ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო ფაილი, როგორც პირველ დაკავებაზე, ისე მეორე დაკავებაზე და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია. ეს ერთი საფუძველი. ეხლა რაც შეეხება მეორე საფუძველს, რითიც დაასაბუთა ბრალდებამ მოითხოვა და სასამართლომ რაც გაიზიარა. რაც არ უნდა უცნაური იყოს სასამართლომ მზია ამაღლობელის ამ ზომის უკანონო პატიმრობა დაასაბუთა და დააყრდნო მის წინსწრებ ადმინისტრაციულ დაკავებას, რომელზეც ვისაუბრებთ კიდევ უფრო დეტალებში თუ თქვენი ინტერესი იქნება და ეს გახლავთ უკანონო დაკავების ოქმი, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, უკანონო დოკუმენტი. აი ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ეხლა მაშინ სასამართლო მასალებში თავისთავად ცხადია ბრალდება არ წარადგენდა იმ ვიდეო ფილმს, სადაც აშკარად და თვალნათლივ ჩანს რა გარემოებებში ხდება მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება. ჩვენ გაჩვენებთ ამ ვიდეო ფილმს, სადაც უწყვეტი ვიდეო ფილმია დაკავებამდე, დაკავების მომენტში, დაკავების შემდეგ და უფრო მეტიც ამავე ვიდეო ფილმში ძალიან კარგად დაინახავს თქვენ იმ წუთას, როდესაც ეკითხებიან რატო დააკავეს მზია ამაღლობელი, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 150 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე, ანუ მათი ვარაუდით სტიკერის დაკვრვის გამო. თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელზეც არაერთხელ ვისაუბრია ჩვენ და ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში წერია ასეთი რამ, რომ მზია ამაღლობელი თურმე იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო და არაერთი მოწოდების მიუხედავად მან არ შეწყვიტა ეს მოწოდება. ეხლა ნახეთ, ანუ არსებობს მოსამართლე დაეყრდნო აი ამ უკანონო ადმინისტრაციულ დაკავების ოქმს, უკანონო ყალბ დოკუმენტს, ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში ვიდეო ფილმს, სადაც თვალნათლივ ჩანს ბრმა თუა მოსამართლე იმ შემთხვევაშიც ჩანს, იმიტომ რომ ვერბალური ნაწილიც არის ამ ვიდეოში, სადაც ამბობენ რის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი. ამიტომ ეს არის ახალი გარემოება, რასაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ უნდა გაექცეს სასამართლო და როგორც მინიმუმ უტყუარად ადასტურებს რის გამო დააკავეს, მაგრამ უტყუარობაზეც რომ არ ვიმსჯელოთ, ეჭვიც რომ შეიტანოს მოსამართლემ ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყვიტოს ბრალდებული სასარგებლოდ. ამიტომ მეორე გარემოება, რომელიც ეყრდნობოდა მხოლოდ ამ ყალბ ოქმს, გამოირიცხება ამ ვიდეო ფილმით. ამიტომ ეს საფუძველიც აღარ არსებობს მისი აი ამ ასეთი ბარბაროსული უკანონო პატიმრობის. სხვა საფუძვლები მის პატიმრობას საფუძვლად ასე ვთქვათ არ დადებია. ამიტომ აი ამ ორ გარემოებასთან დაკავშირებით და რასაც წარვადგენთ ახალ მტკიცებულებებს, რაც არის თავად მზიას გამოკითხვის ოქმი დამატებით, გარდა იმისა, რომ ამოწურულია გამოძიება ფაქტობრივად საპროცესო მოქმედებების თვალსაზრისით და რაც შეეხება ვიდეო ფაილს, რამოდენიმე ვიდეო ფაილია მზიას ნაწილში, ჩვენ ვიშუამდგომლებთ სასამართლოში და მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას.
ეხლა პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით არის სხვა გარემოებებიც, თავისთავად ცხადია და ამაზე ჩვენ შუამდგომლობაში ვსაუბრობთ და მინდა რომ თქვენც მიაქციოთ ყურადღება. Თავარი ვიდრე საფუძვლების მსჯელობაზე გადავა სასამართლომ, თავარი გარემოება ყოველთვის არის და სტრასბურგის სტანდარტი მოითხოვს ამას, რომ სამართალდარღვევა უნდა იყოს იმდენად მძიმე, სამართალდარღვევა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი დამაზიანებელი შედეგები უნდა ქონდეს მას და ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე პატიმრობა გამართლებული. ჩვენ შემთხვევაში რატომ არის ბრალდება манипуლირებული ამ მუხლით 353 პრიმა მუხლით. ამაზეც ვისაუბრებთ შუამდგომლობაში და ვისაუბრებთ ყველა შემდგომ ეტაპზე. რატომ არის ბრალდება манипуლირებული? იმიტომ რომ სხვა მუხლით მზიას პატიმრობას ბრალდება ვერ მოითხოვდა. ამიტომ მისი ბრალდება, ასე ვთქვათ, სამართლებრივად შეაფასა 353 პრიმა მუხლით, რომელიც არ არის მზიას ქმედება და მზიას ქმედება არათუ არ არის თავდასხმა პოლიციაზე, არამედ არ არის საერთოდ დანაშაული. ამიტომ სასამართლოს ჩვენ შუამდგომლობაში ვასაბუთებთ, რომ ამ ეტაპზე ცალსახა რომ ეჭვი იმისა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა თავდასხმა არ არსებობს. არ არის შენარჩუნებული ეს ეჭვი. ნახეთ ყურადღება მიაქციეთ მზია ამაღლობელის სილის გაწვნას ჩვენ რომ დავარქვათ ტერორიზმი, იქნება ეს ტერორიზმი? ანუ მიუხედავად იმისა, სამართლებრივად შეფასების საგანი ყოველთვის შეიძლება იყოს ამ ტიპის გამოძიების პირობებში манипуლირების საგანი, ისევე როგორც ამ შემთხვევაშია ეს манипуლირების საგანი, სწორედ იმიტომ რომ ხანგრძლივად შეინარჩუნა მზიას პატიმრობა, მაგრამ თავად მოქმედების არსი არ იცვლება ამით. ქმედება გახლავთ ერთი სილა, რომელიც თავდასხმა პოლიციელზე არ არის და პოლიციელის სამსახურებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებით რომ არ იყო ეს ჩადენილი და სხვა მაკვალიფიცირებელი გარემოებები ასევე რომელიც საჭიროა სახეზე იყოს, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ წინა სასამართლოს ხდომაზე და შემდეგ არსებითი განხილვებისას თუ კი წინა სასამართლო ეტაპი დაძლია ამ საქმემ. რაც მთავარია, რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას? დოკუმენტებში მზია ამაღლობელის ბრალში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი შურისძიების ნიადაგზე თავს დაესხა და ეს თავდასხმა გამოხატულია სილის გაწვნაში. მაგრამ ბრალდებას არ აქვს არც ერთი მტკიცებულება, რა იყო ეს, რასთან დაკავშირებით იძია მზია ამაღლობელმა შური, ანუ რას უკავშირდება მისი შურისძიება. მაგრამ გამოძიება ცდილობს დანაშაულის ეპიზოდი დაიწყოს მხოლოდ იმ სილის გაწვნის მომენტიდან. თუმცა ყველაზე არაობიექტური დამკვირვებლისთვისაც კი ცხადია, რომ ეს ამბავი არ იწყება იქ. ეს ამბავი იქ მთავრდება. ეს ამბავი იწყება გაცილებით მანამდე, ეს ამბავი იწყება იქიდან, როდესაც პირველად დააკავეს არაერთი მონაწილე და როგორც მინიმუმ ეთერ ქათამიძე, ასევე სტიკერის გაკვრისთვის, რის გამოც მზია მივიდა აქციაზე და შემდეგ თავად მზია დააკავეს უკანონოდ, ეს ამბავი იწყება იქიდან, მაგრამ გამოძიების მასალებში ამაზე არაფერი არ არის. ამიტომ რა შურისძიების მოტივი ამოძრავებდა მზიას გაუგებარია სრულიად ამ საქმის მასალების მიხედვით და რატომ ზედაპირზე დევს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. რატომ გამოძიება არ იწყებს გამოძიებას იმ ეპიზოდებიდან, სადაც აშკარაა მზიას უკანონო დაკავება, მანამდე ციალა ქათამიძის უკანონო დაკავება, შემდეგ მზიას უკანონო დაკავება, უკანონოდ პასუხისმგებაში მიცემა, დოკუმენტების რაყალბება, რაც დაედო საფუძვლად ამ საქმეს, ხო? ამ საქმეზე ასევე ძალიან ცხადი და აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, ცივილურად რომ შევაფასოთ. დაზარალებული ამ საქმეზე გახლავთ ბათუმის პოლიციის უფროსი, ამ საქმეს პირველი წუთებიდან იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი. ამ საქმეზე მთავარი მოწმე, ერთ-ერთი ბრალდების მთავარი მოწმე გახლავთ ამ საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, რომელიც ასევე არის მზიას დამკავებელი. ამ საქმეზე ყველა მოწმე გახლავთ ამავე აჭარის დეპარტამენტის პოლიციელი. ანუ სრულიად ჩაკეტილი მოცემულობა გახლავთ. გამიგეთ, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე თვითონ ღერიან და თვითონ ცეკვავენ.
დაზარალებულიც მათი, ასე ვთქვათ, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირია, ყველა საგამოძიებო სამსახური ბესელიას დაქვემდებარებაშია, რომლის პასუხისმგებაში მიცემაც ვიშუამ, რომლეთ დავაყენებთ პროკურატურის წინაშე და აქამდე წერილობითაც დავაყენეთ და პასუხი ჯერჯერობით არ აგვაქვს. საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაქვემდებარებაში გახლავთ ყველა გამომძიებელი, რომელიც იძიებს ამ საქმეს და წარმოიდგინეთ თვითონ იძიებს საქმეს, ჩვენებასაც თვითონ იძლევა და იმ ზომის ინტერესთა კონფლიქტი გახლავთ ამ საქმეში, რაც ყველაზე, როგორ გითხრათ, ყველაზე დიდი ნდობის მქონე ადამიანისთვისაც კი გამორიცხავს იმის მოლოდინს, რომ აი ამ ტიპის გამოძიების პირობებში შეიძლება აქედან რაიმე ობიექტურობასთან ოდნავ მიახლოვებული სურათი მაინც დაედო გამოძიებას. სწორედ ამიტომ არ საინტერესებს გამოძიებას და იმ ეპიზოდებიდან არ იწყებს გამოძიებას, ახლა რაზეც ვერ ვესაუბრეთ, მზიას პირველი დაკავებიდან, თავად გებუაძის მიერ ასეთივე უკანონო დაკავებიდან, მანამდე ციალა ქათამიძის ეპიზოდში და სხვა უკანონო დაკავებებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ჩანს ასევე, რომ ყველა ეს უკანონო დაკავებული ადმინისტრაციული წესის. ამ აქციაზე აი ეს ტექსტი, რაც დაგიკითხეთ ახლა, რაც არის მზიასთან, რომ ეძახდნენ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ, ეს ტექსტი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ შორის ციალა ქათამიძის შემთხვევაში და თქვენ ნახავთ ვიდეოს, როგორ აკავებენ მას რის გამო და შემდეგ მისი დაკავების ოფისში ასევე აღმოჩნდება ეს ტექსტი, რომ ძაღლებო, ღორებო და ასე შემდეგ. რაც არ უნდა უცნაური იყოს, პოლიცია არ ვიცი, მასთან დაკავშირებულ შეფასებებს თვითონვე უკავშირებს ამ სიტყვებს და ყველა ოქმში, ასე ვთქვათ, მხოლოდ სახელს და გვარს ცვლის, თორე დანარჩენი იმეორებს ერთი და იგივეს. აი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სულ არის ეს მტკიცებულებები, რაზეც ახლა მე გესაუბრეთ და ამაზე მეტი მტკიცებულებები ბრალდებას არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ ამ საქმეში ჩაედო და რაც ყველაზე მთავარია, მე მაქვს ასე ვთქვათ მოლოდინი, რატომ არის ასეთი დაჟინებული მოთხოვნები სხვადასხვა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების, რომ აქ არის თავდასხმა, რომ უნდა დაისაჯოს მზია, ასე ვთქვათ, საჩვენებლად პოლიციელზე თავდასხმისთვის, ეს შინაარსი იკითხება მათ მოთხოვნებში. ახლახანს შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში ასეთივე მუხლი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წინააღმდეგ თავდასხმისთვის და საჯარო მოხელის წინააღმდეგ თავდასხმისთვის და მაქვს დიდი ეჭვი, რომ მზიას საქმეზე უნდა შექმნან პრეცედენტი, რომ სილის გაწმნა შესაძლებელია იყოს თავდასხმა საკუთარი გარანტიებისთვის. თუ არა ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ჩვენი მართლმსაჯულების პირობებშიც კი არ არსებობს გადაწყვეტილება, სადაც სილის გაწმნა შესაძლებელია შეფასდეს თავდასხმად. კითხეთ ნებისმიერ, არ ვიცი, მოქალაქეს, ვისაც არ აქვს სამართლებრივი ცოდნა განათლება, სილის გაწმნა რასთან ასოცირდება? შეურაცხყოფასთან თუ თავდასხმასთან? ჩვენ ვამბობთ და არა მხოლოდ ჩვენ, ანუ ელემენტარული სამართლებრივი განათლების მქონე ადამიანისთვის ცხადია, რომ ეს არ არის თავდასხმა და არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნახავთ ამ შეფასებას, ასევე კომენტარებში, სამეცნიერო კომენტარებში, რომ თავდასხმა ეს არის ისეთი ზომის ძალადობრივი აქტი, ისეთი ხარისხის ძალადობრივი აქტი, აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა და ძალადობის მუქარა და ეს აგრესიული აქტი აუცილებლად მიმართული უნდა იყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ანუ მისი საშიშროების ხარისხი იმხელაა, რომ ის ასე ვთქვათ საფრთხის ქვეშ აყენებს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ჩვენ შემთხვევაში ზიანი არის აბსოლუტურად ნულოვანი. სახეში ხელის გაწვნა ვერასოდეს ვერ დააყენებს საფრთხის ქვეშ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც არ უნდა თავდასხმა ვეძახოთ ჩვენ მას. ანუ თავდასხმის ობიექტი შესაძლებელია იყოს ამ მუხლით პოლიციელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
მოცემულ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ზიანი აი ამ საქმის მასალების მიხედვით, რაზეც მე ვსაუბრეთ, რა ხვალთ ის, რომ ბატონ დებუაძეს გაუწიწდა ლოყა, ამ ლოყის გაწითლებას ადასტურებს 6 პოლიციელი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თავდასხმის მარკვალიფიცირებელი ნიშანი არ გახლავთ, არც ის, რომ ეტყინა და არც ის, რომ ლოყა გაუწიწდა. ამიტომ ეს რაღაცეები საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულიად აცდენილია მის სამართლებრივ შეფასებას და სწორედ იმიტომ, რომ ზია ამაღლობელი ხანგრძლივად ყავდეთ უკანონო პატიმრობაში.